ლიბრუმი არის საბავშვო გამომცემლობა, რომელიც ქმნის წიგნებს ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშესაწყობად. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი წიგნები, რომელიც იქნება არა მხოლოდ საინტერესო და ზღაპრული, არამედ დაეხმარებათ ბავშვებს საკუთარი აზრების, ემოციების და ქცევების უკეთ გაგებაში. თითოეული ჩვენი წიგნის შედგენის პროცესში ჩართულნი არიან ფსიქოლოგები და ნეიროფსიქოლოგები და ეფუძნება ფსიქოლოგიურ ცოდნას. დღეს მინდა გესაუბროთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან წიგნზე, როგორ მოერია ანანო ბრას. ეს წიგნი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ აქედან იწყება ლიბრუმის ისტორია, ეს არის ჩვენი პირველი წიგნი და ამ წიგნიდან მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მოგვცა мотиваცია გაგვეგრძელებია ჩვენი საქმიანობა და მათ შორის ანანო სერიის სხვა წიგნებით შეგვეთავაზებია ჩვენი მკითხველისთვის. როგორ მოერია ანანო ბრას არის ისტორია პატარა გოგონაზე, ანანოზე, რომელიც საკუთარ ძმაზე გაბრაზებული თავისი მეგობრების დახმარებით ცდილობს და სწავლობს თვითდამშვიდებას და იმ პატარა წიგნის მეშვეობით ბავშვები სამ ძალიან მნიშვნელოვან რამეს ისწავლიან. პირველი ის, რომ ემოციებს განვიცდით ყველა, მათ შორის ბრაზის ემოციას და ეს ნორმალურია. მეორე ის, რომ ემოციების ამოცნობა შეგვიძლია საკუთარ ფიზიკურ, სხეულებრივ გამოვლენებებზე დაკვირვებით და მესამე ის, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ქცევის მართვა და კონტროლი და ეს დასწავლადია. ამბავი მოთხრობილია ძალიან მარტივი, სახალისო გზით და გაფორმებულია ულამაზესი ილუსტრაციებით. გამომცემლობა ლიბრუმის თითოეული წიგნი ატარებს მნიშვნელოვან გზავნილს ბავშვებისთვის, მათი სოციალურ-ემოციური და პიროვნული განვითარებისთვის და წარმოადგენს დამხმარე ინსტრუმენტს მშობლებისთვის ბავშვის აღზრდის პროცესში.